გერმანიაში ქართველ კაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 47 წლის თენგიზ კაკიაშვილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავეცნეს. დანაშაული მარტში ქალაქ გერაში მოხდა. კაკიაშვილმა ტრამვაიში ცოლს ბენზინი გადაასხა, ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო. გამოძიების ცნობით კაკიაშვილმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა. ეს ქმედება იყო პროტესტი სასამართლოს მიმართ და ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად. განაცხადა ალეკო ელისაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა. როგორც ის ამბობს, პოლიტიკოსი ნაცემია, რაც შეეხება იარაღს, უფლებადამცველის თქმით, ელისაშვილს ის დაკავების დროს ამოუვარდა და გამოყენება არ უცდია. ელისაშვილს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. შავ ზღვაში სანქცირებულ რუსულ ნავთობტანკერებზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია იყო. ჩრდილოვანი ფლოტის 2 ტანკერი უკრაინამ საზღვაო დრონებით დაბომბა. ორივე ტანკერი დაზიანებულია, მათ $70 მილიონ ღირებულების ნავთობის გადატანა შეეძლოთ. უკრაინის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ზელენსკიმ ამერიკასთან საერთაშორისო პარტნიორებთან და რუსეთის წარმომადგენლებთან მომლაპარაკებელთა დელეგაციის ახალი 9 კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა.